28 აპრილს ქალაქის თეატრში არასერიოზული ამბები გველოდება. ბრუნდება შოუ ნიჩვრიტი. პირველი ჩაწერა 19:30-ზე. სტუმრები ნატალია ყიფშიძე და ილო ბეროშვილი. მეორე ჩაწერა 22:00-ზე. სტუმრები ვანიკო თარხნიშვილი და თამადა. ბილეთები იხილეთ ბმულზე. თითები ხო იცი რაც არის? Like ხო. თითები? ხო და თითები არის ყვავილები. ანუ, ოკეი, ოღონ მართლა, მე არ ანუ შიფტი არ გემუშავებს უბრალოდ. ნეკათითი უნდა გედოს სულ. არ გრძნობ სხვაობას, საერთოდ. ქართულად აი არ მესმის, აი კ და ქ. აი მე სულ ვეკითხე ქ როგორც ქართული თუ ქახა. იმიტომ რომ ჩემთვის ერთ და იგივეა. ქახა. ქახა რა არის? ან კახა. ქახა ბენდუქიძე? What? ქახა ისე? ქახა ცვლის საერთოდ. მის პერსონას. რაღაცა ისეთი მოთენთილია. ქახა ბენდუქიძე. მიდი ძრავს გაგიკეთებს. ქახა ბენდუქიძე. სხვათა შორის სულ მეუბნებოდა რომ სულ პრობლემა მისი სახელი, იმიტომ რომ ანუ მისი ყოფილი მეუღლე ფრანგულად საუბრობს და ყოველჯერზე იყო რაღაცა ხუმრობა, როცა ნუ რაღაც სასტუმროში რო არიან და კაკა, ანუ კაკას კითხულობენ და სულ რაღაცა ხო კაკა მე ხოთო ბლა რაღაცა ეგეთი იყო. სულ ეგეთ ჩვენ წარმოიდგინეთ კაკას რო საწყალი კაცი. ანუ წარმოიდგინე რომ ხალხი ფიქრობს რომ შენი სახელი არის კაკა. ხო, მაგრამ უცხოეთში. ნუ რეალურად შენი სახელი არის ონისე, მაგითო ნუ ერთი შორს არა. ჩვენ კულისებში ვლაპარაკობდით მე და ანასტასია რომ ძალიან ცუდი რაღაცეები გადმოყვა მამებისგან. ანუ ყველაზე ცუდი რაც გადმოყვა მე გარეგნობაში სხვა დანარჩენი რაც მაქვს ნორმალური არის ყველაფერი დედაჩემს გავ. და აი თქვენ არ გაჩვენებთ, მაგრამ აი შუათიც რო შეხედოთ თუ შეიძლება. აი რას აკეთებს? უბრალოდ მაგას ეს შენი დურგლობის კარიერის დამსახურება არ არის. გამო არ არის, უბრალოდ მამაჩემის გამო და სიმელოტე. დედაჩემი არ არის მელოტი, როგორც მიხდით. შენ რას აკეთებდი ამ თითს მამაშენთან? რო ეგეთი გახდა. ბიჭო, ბევრი კაცი ეგეთი თითის გამო ანუ ოპერაციას გაიკეთებდა, რა? ბიჭო, ძალიან მე მოღუნული შუა თითი ქონდა. ხო რა გადავა. მე მეკითხე რომ ცუდი თითები, fuck, why is this the word? თითები არ გაქვს. ხედავს რა დაუბრუნდით? სწორე შეიკრა. აუ მე სხვათა შორის ეხლა მოკლედ გავიარე ის ადგილი და რა ადგილი გაიარე? სტამბასთან არის ერთი ადამიანი, რომელიც აკეთებს საათებს, ანუ რომელიც არემონტებს. მესაათე, ხო? მესაათე? Wow. Anyway, და დაახლოებით 2 წლის წინ მივეცე მას 2 საათი, რომელიც მე მინდოდა რომ რაღაცა რო გამიკეთოს და 2 წელი აკეთებდა? ხო, და დღემდე არ მიბრუნებს. აღონ მართლა, მე უკვე იცით რამდენჯერ მოვედი მასთან, უკვე არა, წამოიღოთ სახში. იმიტომ რომ უნდოდა რომ კარგად გარემონტოს და ანუ უკან არ მიბრუნებს. ანუ რა ხელა იმის შესაძლებლობა რომ უბრალოდ შიშველი დადის ხოლმე მარტო შენი საათები უკეთებდა. არა. ეგეთი საათიც არ არის, არის? ოკეი. ეს ქახასგან დამრჩა რაღაცა. რომელი საათია? მისი გულისცემაა ჩაწერილი. დუ. არა, არის, ანუ მაგიდის მე რო ჯვავს კაკა. ხო, 2 წელია უკვე იმას აქვს. ხო და ანუ მე უკვე მოვედი მასთან, არ ვიცი რამდენი. მე ვუთხარი რომ წინასთან პულს მოგცემ, ანუ ნებისმიერ ამას გაგი, უბრალოდ დამიბრუნ, აღარ გამირემონტეთ, ანუ არა უშავს. უბრალოდ დამიბრუნდი. ოკეი, ერთი ჩვეულებრივი საათი იყო და მეორე იყო ვიზუალური ტაიმერი ბავშვისთვის, რომელიც არის მე მგონი 20 წუთი, სულ 20 წუთი და უკან ბრუნდე, ნუ უკან მოკლედ რაღაცა უცნაური რამე, რომ შენ აბრუნებ რამდენი წუთი გინდა და გიჩვენებს და ის ტაიმერზე ამბ.
შენ სად გქონდა ნანახი 20 წუთიანი ტაიმერი? 20 წუთზე მეტი არ აქვს. 20 წუთია მხოლოდ. ხო და ბავშვისთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ კარგად ჩანს ყველაფერი, ფერადი არის, რომ იქ ჩვენებს რამდენი წუთი დარჩა რაღაცა. იმიტომ რომ ბავშვები ძალიან უჭირს ჯერ დროის გაგება. და სადამდე დარჩა რამდენი წუთი? მაგალითად, ჩვენ ძალიან მაგრად ვიყენებ ტაიმერს, იმიტომ რომ ბავშვისი ძალიან რთულია შენერებიდან. ოკეი, всё, მორჩა. მაგალითად, რომ და ტაიმერი რო ჩაირთვება, კარგი, მადლობა. სასიამოვნო იყო დედა, სასიამოვნო იყო მამა. მე წასასვლელი ვარ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ოკეი, კიდე ერთი წუთი, ეგ არ ვარ გადა შენ ამბობ, ოკეი. მოგცემ 5 წუთს, ოკეი? და 5 წუთი რო თარდება, მე რო რაღაცა რო რეკავს, ჩვენ უნდა წავიდეთ. რაღაცნაირად უფრო მარტივად თანხდება ამაზე, ვიდრე ის დედა, რომელიც ნახევარისა და ოკეი, მე წავედი და ის ბავშვი აღარც მიაქცევს ყურადღება და თამაშობს. ეგ მეზიზღებოდა ყველაზე მეტად რა. რისი იმედი გაქვს დედა რო ხარ, რო ეუბნები ბავშვს მე წავედი, რომელიც ერთობა. წადიკა. ეგეთები არიან ბავშვები, რომ მაინც მომაკითხავ, რატომ ატყუებ? ხო ვიცით, რომ სახში დავიძინებ. ეგეთები არიან ბავშვები. არანაირი აზრი არ აქვს. დედა ჩემი არასდროს არ აკეთებდა ხოლმე ეგეთ რაღაცას. პირდაპირ ყურით მიმატებდა ხოლმე. ტაიმერი არა. არა, ძალიან კაი ხალი არასდროს თავის გარდა არასად არ ჩაუხვალ შენს. თქვენ ისე გცემდნენ მშობლები, მე არა. კი. მე მაგრან წემდა დედაჩემმა. მეტყობა რა? ერთხელ თუ სულ? არა, სულ. სულ, ხო. მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა რაზე იყო და სულ აი თერაპია, ოკეი. ხო. არა, მაგალითად მე ვიყავი დაახლოებით პირველ კლასში რამდენი წლის ვიყავი, ალბათ 6 ან 7, ხო? და მე არა, მე ყველანაირი თანხმელი, რასაც მქონდა სახში, მე ჩავიცვი, ავიღე ნაჯახი. არა, ნაჯახი არა, მაგრამ და ჩაირტყი თავში. არა, იატაკის ჯოხი, რა ქვია? ოლის ჯოხი. ხო, არ მინდოდა მე. არ მინდოდა ამის სიტყვა ხმარება და მაგითო თქვი ეგ. და მე მივეცი მას რაღაცა რომ არ მივიღე კარგი ის ნიშანი ხო და მე ვთხარი რომ ოკეი ეხლა like something like now fight me იმიტომ მე ვიცოდი რომ ალბათ მცემდა მის შემდეგ რა და შენ თვითონ მიაწოდე არა fight me და ეს პური აირჩიეთ ხო ვიყავი რომ მე მაქვს ეს პოლის ჯოხი რომ მე მას შემიძლია რომ ვებრძო შენ გაქვს და ოკეი. მაგალითად მალავდი. მაგრამ გაჩნე ის რითი იყო. თუ ტანკით იყო, წითელი ხმალი ქონდა და ესე ზეჯდა. არა, მაგრამ დაახლოებით შენ რო იფიქროთ რომ ექსერციზის ასაკში შენ უკვე ეგეთ რაღაცებზე რო ფიქრობ, ეგ ნიშნავს რომ შენ ფიქრობ რომ ძლიერი გაიზრდები. like you're fucked. ზედმეტად ძლიერი გაიზრდები. ხო და მაგალითად მალავდი ჩემი ყველა ოჯახის წევრებს კამრებს, იმიტომ რომ კამრით ძალიან ცუდია, რა ქვია, ძალიან მტკივნეულია. მტკივნეულია. ხო. მაგრამ არა უშეს, იმიტომ რომ ფეხსაცმელით მაგალითად ან სამზარეულოს თილოთი, it's სამზარეულოს თილოთი. Oh, it's bad. სველი, ოდნავ სველი. აი, მე ეხა მარტო შენზე რამე ხარ გავაკეთოთ. Rate შენზე გადაწყდა ეხა მარტო მე მოგიყვები. ესე იგი, ერთხელ სკოლაში უნდა წავსულიყავი და დედაშემ სთხოვე რომ მეთქი სიცხე მაქვს და გავიზომეთ და სიცხე მქონდა 52 მქონდა. არა, ეგეთ რაღაცას ვერ ვაკეთებდი, ვერ ვიტყუებოდი ეგრე კარგად. უბრალოდ, თუ სიცხე მქონდა, ვამბობდი სიცხე მაქვს და არ გამიშვა სკოლაში. დავრჩი. და დედაჩემის წარმოდგენაში ალბათ როცა ცუდად ხარ უნდა ილოცო და რაღაცა მაზში უნდა ჩაწვე, იმიტომ რომ უბრალოდ ვიწექი ტახტზე, პლედი მქონდა გადაფარებული და ტელევიზორს უყურებდი და შემოვიდა და რო დამინახა რომ ტელევიზორს უყურებ და არა კიდევ ერთხელ ზმარში რატო არ წევხარ? ხო და
რა არ ვიცი სადღაც რატო არ მაქვს გაკეთებული. კომპოსტოზე თაფლი რატო არ დაასხი და სახეზე რატო არ დაიფინე. ხო, მაგის გამო მცემა. შენ ბიჭო, ანუ ტელევიზორს უყურებ 39 სიცხევისაც არ ვინ უყურებს ტელევიზორს? აი მაგის გამო. კი, მეც ანუ მაგიტომ მე ძალიან მიჭირს დასვენება, იმიტომ რომ სულ როცა რაღაც არაფერს რო ვაკეთებდი, მაგალითად სულ მესმოდა ანუ დღემდე მესმის დედაჩემის ხმა, ჩემ თავში რომ რატო ისვენებ, რატო არაფერს არ აკეთებდა. რაღაც ეგეთი. ხო, რატო არაფერს არ აკეთებ მეც მქონია. ხო. და შენ იმენა იდეალური ბავშვობა ქონდა ხო თუ არ გინდა მე რაღაც კომპიუტერს მიმალავდნენ ხოლმე ოკეი ბიჭო ეგ სასაშინელებაა ძალიან კატასტროფა ბიჭო რა რთული ბავშვობა ქონდა თუ ხარ გადავიდეთ სტუმრების ნაწილზე. მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება მოხალისე, რომელიც ამოვა აქ და მოგვიყვება თავის პრობლემაზე, რომელსაც ჩვენ გადავწყვეტ. რას გადავწყვეტ თქვენ? ჩვენ გადავწყვეტ არის თუ არა ეს პრობლემა ღირსი. რატო ამეკიდე ხო? გავიჭედე. რომელიც ჩვენ ჩვენ მოვაგვარებთ. აი, ხელი აიწიეთ ვის გინდათ გამოსვლა. Seriously? არა, დაგვენძრევა ხა ესე. Okay, აი. მოგზანდი? აპლოდისმენტები. არა, იმიტომ რომ არავინ არ არის. აი, სხვებაც მოიფიქრეთ, იმიტომ რომ ფულს არ გადაგვიხდიან მე ამაში. ისედაც არავინ არ გვიხდის ფულს რას ამბობ? It's very unfortunate but true. გამარჯობა. რა ქვია? მარიამი. მარიამი. მაგრამ მეგობრები ჯიჯის მოძახი. ჯიჯი? როგორც ჯიჯი ხადით? ხო. ვაუ. მან ჯიჯი ბუფონი. მაგრამ უფრო ხო. მე მუშაობდი სომხებთან ტაქსების კომპანიაში. და ერქვა ჯიჯი ტაქსი. მართლა. ბიჭო, ვერაზე გაიხსნა რაღაცა საკვები ობიექტი და ჯიჯი სპოტი ქვია. და დედასფრიც არ გატყუებთ შეიძლება. დიდ ხანს ეძებენ შენ შეკვეთას? ჯიჯი სპოტ. ხო. ოკეი. ეს ჯი სპოტზე ხუმრობა გარდაუვალი იყო. ხუმრობა არ არის, ოღონდ სერიოზულად თქვი ეგ. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ რაღაც არის ბიზნეს რო ხსნი და ალბათ დავფიქრდებოდი მაგაზე, რა ასოციაციას იწვევს. ეს ყოველთ არის ზუგდიდში და ჯიჯი ქვია სხვათა შორის. ანუ ჯიჯისთან არ მაქვს პრობლემა. სპოტი არის მან პრობლემატური სიტყვა. და ზუგდიდიდან ხარ ისე? ხო. Wow, hello. ჩემი კაი. კაი. თქვენ ერთად ხართ ხო? ხო, კაი, ბოდიში. ანუ შენ ახლა უნდა შეამოწმო ღირსი არის თუ არა მეგრელ გოგოსთან ყოფნა თუ ხო შენ სადაური ხარ მთიული ხარ საიდან ახარ იყო ხო აღარ არის ხო როგორც ბევრი სოფელი საქართველოში და რას ეკუთვნის რომელ მთიან რეგიონს ანუ ფშავი ხევსურეთი ფშავი ნუ ფშაველები ოკეი შაველებთან დაჯახებას არა უშკაი. კაი, რა პრობლემა გაქვს? ერთი მაქვს მოფიქრებული. მოფიქრებული არა, ანუ. ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ ნამდვილ პრობლემაზე გვინდა ვისაუბროთ. კაი, მიდი. კაი, მოკლედ, ანუ ბოლო პერიოდის ჩემი პრობლემა არის ის, რომ ანუ სამეთადინო არ მაქვს რა, ანუ ვალდებულება არ მაქვს, რომ ვიმეცადინო, იმიტომ რომ უნივერსიტეტი დავამთავრე. მაგისტრატურაზე არჩევანებია და ანუ აღარ მაქვს ვამეცადინო და ანუ სიგიჟეა ეგ რომ ანუ ვალდებული არ ვარ რომ ვიმეცადინო. ანუ ესე დავჯექი და ვცადე რომ მე მეცადინა რა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აი ბიზნეს ანალიტიკას მეცადინეობდი ჩემთვის. რა დამთავრე? რა ფაკულტეტი, ოკეი, მოდი ასე. მართვა დავამთავრე თავის ფონდში. ხო, აი ეგ სახე ზუსტად. რა. არაფერი. აი პროფესია რა მაქვს ეგეც რომ მკითხო. და რა არის შენი პროფესია?
მე ვარ მკვლევარი. რისი? ბიზნესის. რა როგორი business? Market research. ხო, ოკეი. როგორ ვიკვლევ? არ ვიცით ჩვენ market research-ი რას ნიშნავს. ბიზნესები მოდიან. მაგაზე უნდა ვილაპარაკო. ოკეი, ბიზნესები მოდიან. მოკლედ თქვი. ოკეი, მოკლედ ვიტყვი. გვასწავლეთ ჩვენ უნივერსიტეტში რა ისწავლე ის თქვი. არა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ შენ თუ სწავლა გინდა შეიძლება რომ შენ ასწავლა? ასწავლაც შეიძლება რომ მოგინდეს. Is that not a word? კი. I never know. გაგზელებ? მოკლედ, აი მაგალითად ვიღაცას უნდა რომ ბიზნესი გახსნას მაგალითად სამკაულების და მაგისტრი გჭირდება რომ სასხი აიღოს, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს მაგდენი. და ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ ბანკს დაუმტკიცოს, რომ ეგ სექტორი მომგებიანი იქნება. და მაგ სექტორის, მაგალითად სამკაულების სექტორის კვლევას ვაკეთებთ, აი რაღაცა. საკრატიდან გამოვითხოვთ მონაცემებს. კონკურენტებს. ეს ქუჩაში დადიხარ და აკვირდები გოგოებს რეები უკეთიათ, არა? და ისე რჩევას აძლევ ხოლმე აი გულწრფელს, რომ მაგალითად ეგ არ იმუშავებს. აი მაგალითად ვიღაცა რომ მოდის და შენთან და გეუბნება, რომ მინდა გავხსნა რაღაცა და ერქმევა GG spot-ი. შენ ასე უნები მაგ დროს. იმიტომ რომ მე აღმოჩნდება რომ ეს არის მისი რაღაც ოჯახის ბიზნესი. აი რაც ამბობდი შეგაწყვეტინე. ხო, რა მაგებს. ანუ ეგრე არ არის რომ შენ ყოველდღე რეალურად მეცადინაობ რაღაცნაირად ის ხო შორის. ანუ საუკეთესო სამსახური მაქვს. იმიტომ რომ სულ რაღაცა სწავლობ რა. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ამოვიდა. დედამიწაზე. პრობლემა ის გაქვს რომ კინდა რომ ისწავლო და ვერ სწავლო. იმის გამო რომ პროგრამა არ გისწავს. აი აგიხსნით მაგრამ აი მოსწავლე რო ხარ, ხო გაქვს სამეცადინო. სტუდენტი რო ხარ, ხო სამეცადინო გაქვს? დრო აღარ ხარ, ანუ რას აკეთებ? რას მეცადინეობ? ის ვენებ არაფერს არ შვები მუშაობ? guilty დასვენება მაქვს რა, ანუ თავს. ნეტა ის პრობლემა ხო არ არის წეღარაზე. დედა შემა ხომ არ გცემდა? ანუ ეს პირდაპირ. It's like პირდაპირი კავშირი. ცოტა ანასტასია. პოლის ჯოხი უნდა მიგეწოდებინა ეხლა. არა ხო გცემდა ისე დედაშენი? აი ნუ რადგან დავსვი. ანუ ჩხუბობდა რომ თუ არაფერს არ. ცუდი გითხრა რამე? ხო და არა, ჩვენ დასცემდა, მე არ. შენ დასცემდა. შენ დასცემდა და შენ ასე. ეს საკმარისია. ცემდა, ან მე ვხვდებოდ რომ ეგ რაღაცა მოქცეულიყავი. და ეგრევე ბიზნეს ანალიტიკა ეგრევე შედიოდა. რამე ბიზნესი გავხსნათ კი? ეხავე გაგირკვევ რა მუშაობს ბაზარზე. 5 წლის ასაკში რო სტარტაპერი არის უკვე, იმიტომ რომ არც ემონ. არა, მაგრამ ეს უკვე საკმარისია, ანუ ესეც ითვლება ტრავმათი რეალურად, იმიტომ რომ ანუ მაიმუნებზე არის ეგეთი კვლევა, რომ ის რომ სხვა სწემდეს, მაგრამ ისინი რო ის არის მაიმუნებზე რაღაც კვლევა. არა, კი, ეგ სოციუ კი, ბანანზე რო არის რა. როგორ? არ ვიცი რა ზოლ. შეხვი ახლა. ანუ ხედავდი რის გამო ხდებოდა შენ დას და იმას მე აღარ აკეთებდი. ხო. მე კარგი გოგო. ხო და შენ როდის ხარ ცუდი გოგო? ოღონ მართლა. იმიტომ მე ძალიან დაფიქრდი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ვარ. ჩემი ცუდი გოგო სადღაც არის კლაპით რა ფირში, რაღაცა კუთხეში. იმიტომ რომ სულ ფიქრობ რომ კარგი გოგო უნდა ვიყო. რითი პირში? კლაპით, რაღაცა. No, it's not like ამოიჭრით ეს მე. რა არის კლაპი? Like with their ბოქსიორებს რო უდოთ? No, like when you can't speak, ანუ რაღაცა რო BDSM რაღაცა. ან როცა ვინმეს kidnapping შვები და რომ არ ილაპარაკოს. და რა საჭირო იყო ესე? No, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ფიქრობ რომ ძალიან კარგი გოგო უნდა ვიყო, კარგი გოგო ვიყო და არასდროს არ ვარ ცუდი გოგო და და არ უნდა იყოს ის გოგო კუთხეში, უნდა იყოს. ხო, არა, რეალურად ჩვენ ყველა ვართ კარგებიც და ცუდებიც და ხანდახან ჩვენი ცუდიც საიდანღაც უნდა ამოვიდეს, საიდანღაც უნდა გამოვიდეს. აი შენ ეგ შეგზება გაქვს რომ შენ მაგალითად შენი ცუდი გოგო არის სადღაც კუთხეში და ხო. ან ხან ვიფიქრე რომ 1000-იანი ტიპი რო არ ვიყო, არ ვიქნებოდი ძალიან აი ის რო გულობს.
როგორი? ბევრი ტატუ რა უკეთია. გულავს. გულავს. ანუ მე მგონი შენ შეგიძლია იყო კარგი გოგო და იგულაო, ხო, არა? არა, ვიცი კი, მაგრამ აი ძალიან გულავს. ხო და შენ შეგიძლია ეგ რო No. ცნობიერად ამოიყვანო ხოლმე შენი ცუდი გოგო ზედაპირზე და აგულაო? No, არა, მართლა მაგალითად, ჩემი ძაღლი არის არაადეკვატური და ყველას ყებს, ხო? თქვენ იცით. და ადრე ქუჩაში რო დავდიოდი და ის ვიღაცას თუ უნდოდა რომ მოიპეროს, მე სულ დაიწყებს რაღაცა ყეფვა. ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიში რაღაცა სოციალიზაციის პრობლემა, ბოდიში აი ესე ვიყავი. და ეხლა აღარ იავი დიდაში. გაწუხებს. თუ არ გაწუხებს, ყეს დაიკიდე, გაიო. ახალი, ანუ მე საჭირო იყო რომ მე რაღაცა ვარ ცუდი გოგო. სადა ჯიმპირში. რატო ვდგავარ კუთხეში? ეგეთი ხარ ეხლა. არა, და მოვიფიქრე რაღაც ფრაზა, რომელიც შეიძლება რომ თქვა, ანუ მაგალითად რომ, კაი, ნუ შეჭამამ ადამიანს მაგალითად, ანუ აღარ ვუხდი ბოდიშს. იმიტომ რომ რეალურად არაფერი საბოდიში არ იყო, ძაღლი ყებს ეს არის ნორმალური რამეა. მაგრამ რაღაც ანუ ეს middle level ცუდი გოგოს რაღაც არის, რომ აღარ ვუხდი ბოდიშს, ანუ სულ რომ აღარ ვეუბნები. შენ ბოდიშებს იხდი ხოლმე, აი ყველასთან რაღაც. კი, მე სულ. შენ რო წარმოიდგინო როგორი არის შენი ცუდი გოგო. აი რო წარმოიდგინე რომ შენ ხარ ჯიჯი, ოღონდ ცუდი გოგო ჯიჯი. ანუ მე მაგრო ტყავში არის რაღაცა რო ისე რო დადის და არაფერს, ანუ არის cool girl არის და არაფერი, ანუ რო აგვიანდება, აბაი მე ძალიან დიდი ბოდიში რაღაცა ეგრე არის. ხო. ძალიან სტერეოტიპული ცუდი გოგო. ხო, მაგრამ ნუ იცი რომ ეს საჭიროც არის და ხანდახან უნდა რაღაცა დავურეკო ამ ცუდ გოგოს და ანუ რაღაცნაირად რომ ის გამოვიდეს და ვითომ მე ვთამაშობ რაღაც როლს. დები, ანუ როცა ვიღაცა რომ მაძალებს, არა, და ჩვენ რო წარმოვიდგინოთ როგორი არის ცუდი გოგო, შენ რო ეხლა რო თქვა, შენ როგორი არის ეს გოგო? ანუ გეტყვი. შენ გაქვს უკვე იმიჯი, ხო? ხო, კი, დიდი. აჰა. ალბათ, ანუ ბევრი ტატუ მექნებოდა ძალიან. ოკეი. და ყოველდღე დავლევდი. ეხაც დალია, რავი, არ არის პრობლემა. მართლა არ გინდა. არ გინდა. ეს ამოვიჭრეთ რომ არ უნდა აი. არა, მინდა კი დავლევ სიამოვნებით. დალია. დალია საუკეთესო ლუდი. დედამიწის ზურგზე. შენ არ გინდა რომ კაიაკი. შენ გინდა რომ დალიო. ცუდი გოგოების სვამ. გაგვიწე შენი ცუდი გოგო. ტატუები რო ამოსდის ახლა. კოპირაიტერი. ჩაიცვი ტყავი, დალია კაიაკი. ოკეი, და შენ ტატუ გაქვს საერთოდ? არა, და უნდა გავიკეთო. ხო, მე მგონი შენ უნდა გააკეთო. მართლა. ოღონდ ბევრი არა. ტატუ მასტერიც ყავს ახლა შემოვადა. ბაჭლენ თერაპია დაწურე სადმე. მაგრამ სადმე უნდა გააკეთო, უბრალოდ რომ შენ შეგრძნობა გექნებოდ. რაღაც ანუ პატარა საჭიროც იქნება რომ პატარა იყოს. და მაინტერესებს შენ გინდა რომ შენი ცუდი გოგო ყოველდღე რო სვამს, იმიტომ რომ არაფერს არ აკონტროლებს? როცა სვამს, ხო არაფერს არ აკონტროლებს. აი ზედ მე ფიქრები არ გაქრა. მაგალითად უნივერსიტეტში რომ დავამთავრე, ეგ პერიოდი მქონდა რომ ახლა მინდა რომ ანუ იმ ცხოვრებით ვიცხოვრო, რითაც არ ვიცხოვრე 22 წელი და 4 კვირა გაგრძელდა. ყოველ დღეს ვამდი 4 კვირა. და მე რატო შეწყდა? მე შეყარებული გავიქცე. შენ თუ სხვა? შენ? ხო. და ის ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს? არა, ხო. თიულია. დინარეში შედის და უკუღმა მიმართულებით ცურავს ხა? იენა კვებს ჭამს. და ასევე პროტეინია ეს რიყის ქვა. არა, მე მგონი, ოკეი, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ შენ ხანდახან უნდა ითამაშო შენი ცუდი გოგოს როლი. აი, რო წარმოიდგინე, რომ ანუ რაღაცა რომ დავიძახებ, როუტერი. არა, რო რეკავ რაღაცა უკაცრავად მჭირდება გიგის ჯიჯის. ვის ჯიჯის, ცუდი ჯიჯი.
ანუ და ასევე ვფიქრობ რომ მარტივი სიტუაცია სადაც შენ შეგიძლია რომ სცადო ეს არის ინტიმურ სიტუაციებში რომ ცუდი გოგო რო ითამაშო ეს ეხლა პირველ რიგში მადლობა გითხარი მეორე რიგში ჯიჯის პოჩი შეიარ ნებრაიდან ეხლა კიდე რო გავდივარ და მთიული ტიპები რო ხვდებიან ჩხენებზე ჯიხვებზე რო სხედავ ჯიხვებზე და ამრიქით უნდა მაგტყნა ძმი ვერ გადამირჩები ძმი ხარ ცუდი ბიჭი მინდი ვისევნებოდი ძმი ცუდი გოგო ეხლა რო პირში კუთხეში რო დგახარ ეხლა თქვი ხო და კაი კიდევ ერთი კუთხე გადავიმტერეთ მაგრამ იცი რა არის ანუ შეყვარებული არ უშლის ახლა ეგეთი რაღაცას უბრალოდ ხო უბრალოდ ანუ რატო აღარ მოგინდა მაგ 4 კვირის მერე რაღაც ხანდახან რო გაამეორო ხოლმე ეგ 1 კვირა მაგალითად ფაზები რო კონდეს ხო ან 1 ღამეც არ ვიცი აი ეგრე მოხდა რა ანუ რაღაც პერიოდის მე თითქოს უკვე აი საკმარისი იყო ან შევიფსე ეგ ეხლა რამდენი წლის ხარ 23 ხდება ხო და არ არის მე მგონი საკმარისი ერთი თვე იმისთვის რომ რაღაც 22 წელი არ გიგეთებია რომ აკეთო ხო მე მგონი რაც ნატურალურად მოდის იმას უნდა მიყვე რა არა მე მგონია რომ მაინც ის არის რაღაც ბარიერია როცა 4 კვირა როცა აკეთებ რაღაცას ძალიან გისწორდება და მე რაღაცის გამო რო არ აკეთებ ბეზრდება რა 4 კვირაში? ხო, მაგრამ შენ რა გინდა რომ ლოთი რო გახდეს? ლოთი არ გახდეს, მაგრამ აგერ აი ორმის ეს ხო ხედავ ახლა. გუშინ, ანუ იმენა რაღაც ვიზასავეთ კინაღამ, იცი რა უკვე. როგორი მთრალი იყო, ანუ ძალიან. და მეც მაქვს ხოლმე ეგეთი ფაზა გუშინ წინ. და მეც მაქვს ხოლმე ეგეთი ფაზები, როცა მინდა რომ და რაღაც, მინდა რომ შვილები ყავს და boring ცხოვრება. მე უნდა წავიდე იმის ბავშვს უნდა ვაჭამო. რას გააჩინე შვილები? გეგულავა. ხო და შვილი სანამ არ ყავს მით უმეტეს. კი, არა, აუცილებლად შენ უნდა აი იმენა აღარ გექნება საშუალება რომ ცუდი, კარგი ის არაფერი. უბრალოდ ხო, მოკლედ მიხედე. და იმას რა უყოთ ახლა ერთი შევა გავეცით და სწავლას რა უყოთ? ვერაფერს ვერ ვუზავთ. თვითონ ეს პრობლემა დაალაგდება. ხო, სმას რო დაიწყებ, მეცადინობა აღარ ვიგებ. დაგეხმარეთ ხომ გონი ცოტა? ვაუ, ძალიან სასწაული. იყავი ცუდი გოგო, ეგ არის ხო ეს? კი, მართლა, ხანდახან, სულ კი არა. შენც უნდა იყოს ცუდი ბიჭი, შემი აზრით. არა, შენ უნდა დაეხმარო მას. შენ უნდა დაეხმარო, კი. ხო. შენ ხარ. ხო. მოდი, აბა დაჯექი ერთი წუთი. აუ ერთი წუთი დაჯექი მართლა. მოდი დაჯექი. გეხვეწები. დაჯექი ორი წუთი. რა ქვია? გელა. მე დაჯექი. ესე ამოვნო. ძალიან. აი ერთად რაღაც აქტივობები არის ხოლმე, ალბათ საჭირო, რაც გაგზნობინებთ თავს ისე რომ რაღაცას აშავებთ ახლა. ტროტუარზე დადექით სადმე. ტროტუარზე მოდირო დავულიოთ რაღაც. და გელა მაინტერესებს შენ ადასტურებ რომ ჯიჯი არის ძალიან კარგი გოგო და არასდროს არ არის ცუდი? თუ ხანდახან შეიძლება რომ იყოს ცუდი რა ეხა ცუდი ჩემ გოგოზე ხა. რავი არა ცუდი გოგო. არა ნუ არასდროს რას გულისხმობთ მე მაგას ვერ. იცი რასაც გულის. არა თქვენგან მაინტერესებს. ანუ ცუდში იმას არ გულისხმობთ ზურგში დანის ჩამტყმები და გამცემი და ორგული და მოღავატე. ათლაზე მეც არ ვაძლევ არასდროს. აბანას ვსალოთ მაინც. ნუ ხანდახან მაგალითად რომ ხმამაღლა ლაპარაკობს რაღაცა შეიძლება რომ ვინმე აცუხოს, მაგრამ არა უშავს, ანუ რაღაცა გარეთ ვარ თან რაღაცა ეგეთი. ან მაგალითად ვიცი, ჩემთვის ეგ არის ცუდი გოგო. ხმერთო ჩემო რა ხდება? თქვენი აზრით რა არის ცუდი გოგო? ვინ არის ცუდი გოგო ზოგადად? ანუ არა ჯიჯი ან ანასტასია, უბრალოდ თქვენი აზრით.
ოკეი, რომელიც ბოდიში, სულ ბოდიში არეუბნება რაღაც, ანუ სულ ნუ რაღაც ოდნავ ნაგლი არის, ნაგლი როგორ არის ქართულად? ნაგლი. ანუ ხო არის რუსულად ნაგლაია. ის ნაგლი. ქართულად არის ნაგლი. ოკეი. ხო. ოდნავ, ანუ არა რომ რაღაც უბრალოდ რაღაც აი ცნობადი სახეებიდან ვინ არის ეგეთი ეხლა რომ ცუდი გოგო. რო გავიხსენო ხო? ყველამ რო იცოდეს რა. ანჯელინა ჯოლი იყო ახალგაზრდობაში. ანჯელინა ჯოლი. unapologetic. ნინა სუბლატი. ინდირა ჯგერენაი. ბზიკებიდან ის მეორე რიგში რო იდგა. არა, ალბათ ცოტა, ნუ მაი ასეთიანი ცოტა ცუდი გოგო ვაიბიც აქვს. ცუდი გოგო. აი შენთვის ვინ არის ცუდი გოგო? აი ამის გარდა. ეს წარმოვიდგინოთ რომ არ არის არა, მსოფლიოში, კაი, საქართველოში მსოფლიოში, ძალიან გვაქვს საქართველოში პრობლემა ძალიან კარგი ცოტა, გოგოს. აი. არა, ჩვენ გვაქვს პრობლემა კარგი გოგოს, ჩვენ ესე გვასწავლინ რომ კარგი გოგო უნდა ვიყოთ. კიდე ვინ არის? სოფო ნიჟარატი, ხო. სოფო ნიჟარატი. ცუდი გოგოა, რაღაც მე ცუდი გოგო. შეიძლება. აი გამახსენდა პირველი რატომღაც ქართული პეტკი. რატო შეიძლება? რატო შეიძლება? ცუდი გოგო, ანუ იმიტომ რომ unapologetic არის, ანუ რაღაცა რომ ის ნუ unapologetic რო unapologetic, like she doesn't give a fuck. რომ იშას. ხო, რომ აი ხო ცოლი? ხო, მაგალითად, თუნდაც. ანუ მე არ ვგრძნობ, რომ ის რაღაცა სევდიანად არის, რომ რაღაცა იაფარულავა. ხო, მე მგონი ეგ არის. Yes. ეხლა მინდა რომ გამოვიდეს ია. დიდი კაბი წაიდან. აუ ეხლა აუცილებლად თელია შოუ რომ ისთვის იყო. ცუდი გოგო 2026. როგორც 2025 და მანამდე 20 წელი იაფარულავა. იაფარულავა. Wow, I'm so just amazed. ანუ ძალიან კაი მაგალითია. და ძალიან უნდა გამოუშვა ხოლმე ხანდახან შენი იაფარულავა. საძმა ვენახში. რაღაცა ქენით მოგვარდით. ბაიკი იყიდე. არჩე. ხო. ხო. არა და მანქანა სოპირებს ბაიკი ჯობს. მანქანა იყიდე. ოღონდ ორბორბლიანი. რამე მანქანა იყიდე და წადით და რამე ცუდი ქენით. მანქანაში? მანქანა არ ვიცი. მე ვფიქრობ უბრალოდ სად მოდა წახვიდეთ. თუნდაც ამ სცენიდან. არა. ქვეყნიდან არა. ქვეყნიდან ისე ქვეყნიდან რო გახვიდეთ ერთად. ერთად შორის პარიზში ვიყავით, ეხლა თებერვალში. ხო და აი პარიზი არ არის აი. რაცა. ის არის რა. უნდა წახვიდეთ. Question. ბუენოს აირესში. და როცა შენ ხარ საზღვარგარეთ, შენ უფრო წუდი გოგო ხარ ვიდრე კარგი? ეს კაი კითხვა. აი, სადაც ქართველები არ არიან. ხო, სადაც ანუ საბერძნეთში არა. ხო. სხვა ქვეყნებში. საბერძნეთი და იტალია გამორიცხა. ხო. ხო, უფრო ხშირად მოგ. ნუ უფრო ხო, ხშირად. შეიცადეთ რა უფრო ხშირად იმოგზაო. ხო. ნაცილი. კაი. შვენიერი. მე მგონი მადლობა, დაშ დაუკარეთ ამ ძალიან ჩვენი ეს უნდა. არავებს გისურვებთ. გამარჯობა. რა გიორგი ასაკი 27. 27. პრობლემაზე რო გადავიდი, ხო? პრობლემაზე ხო გადა. დიდი თითები რო გაქვს. ანუ ვარჯიშობ ეს რაღაც იმენა გდდს თითები გაქვს. გდდს თითები. ხანდახან ვარჯიშობ. რაზე ვარჯიშობ ხოლმე? დარბაზში ძირთად. ო, ოკეი. ჩვეულებრივად. ოკეი. შენი პრობლემა? ხო, ჩემი პრობლემა თითქმის ყოველდღიურია და ეს შეეხება ჩემს სამუშაო სფეროს რა. მოკლედ მუშაობ ელიავაზე. ერთ-ერთ ელექტრომაღაზიაში რა. ხო და პრობლემა ის არის, რომ სადღაც დაახლოებით 4 წელია აქ მუშაობ და ყოველდღიური პრობლემა რატო არა? ანუ თითქმის ყოველდღე სანათესაოდან მირეკავს ვიღაც, ვისაც გონია რომ მთელი ელიავა ჩემია. ანუ გიო იქნება ამაში დამეხმარო, იქნება იმაში დამეხმარო, მაპოვნინო, გამომიგზავნო და მოკლედ. ძალიან უხეშად რო თქვა, ტვინის ტუარი რა. ტვინის ხო და ხო, მაგრამ ის შენ გაიხსენე პირველად სანამ მიხვედი ელიავაზე. ის იმხელა ლაბირინთი. გამოცანებით სავსე უსასრულო ხო, ეგ სივრცე. მაინტერესებდა იდეაში
ანუ მე ელიავას სქემა ზოგადად ნამყოფი ხართ ელიავაზე, იცით საერთოდ როგორია ელიავა? კი, შენ ჩემ მაგაზინს ჩაი არის, პროსტა ვეღარ მოგესალმე საქმე მქონდა. ოკეი. მას ბოდი. მე ხომ მაგისთვის ჩამოვიარე რომ შენ მომსალმებოდი. და საქმე რო ქონდა მეთქი ამის და შევეცი. უკან წავედი. ამ დღის დედა აი არა უშავს ბრო. ხო და იმის კომიტოდა რომ ვინმე რო გეგულება მან გზამკვლევად მაგარი განცდა არის. მე მეშინია ელიავას. კი, არა, მეც რო დაუფიქრებული ვარ ვიღაცას რო დაურეკო და რაღაც კითხო მინიმუმ რაღაცა, ნუ საინტერესო არის რა და არა, საინტერესოა თქო არ მithkoms. მე ვამბობ საინტერესო არის იმ ხრივ რომ გეხმარება ის ადამიანი თუ უნდა დახმარება. მე არ მინდა დახმარება. შენ არ გინდა რომ შენ ნაცავებს დაეხმარო. ხო, იმიტომ რომ უკვე ძალიან დაიღალე ამას. ძალიან twinny two. აი ძალიან დავიღალე რა. ნომერო შევცვალო? ბოდიში სტატისტიკურად ნათესავების უმრავლესობა არის მამის მხრიდან. მამის მხრიდან ნათესავები რომ ნუ მამაჩემისგან მამაშენისგან ხო, ნუ მე მგონი რა ხდება მამამისგან? არა, მარტივად რას მივხვდით ბიჭო, ანუ ვერ მივხვდი ვერ მამაშენისგან. ხო, მამაჩემისგან. რაღაცა ყალე თურქულ იმას უყურებ ხა სერიალს. მამაშენი ხო, მამაჩემისგან, მოდი აგიხსნი. რა ხდება? ნუ სანათესაო რომ გაიგო რომ ელიავაზე მუშაობ, პირველი ვისურეკავენ რა თქმა უნდა მამა ჩემს რომ გიოს ნომერი მოგვეცი მამა თუ რა. და მამაშენი აძლევს? კი, მამა ჩემი აძლევს. ტელეფონის ნომერს. ანუ რეალურად შენ გაქვს პრობლემა. სხვა არაფერი არ მიგულისხმია, ანუ ტელეფონის ნომერზე მაქვს საუბარი. მაგრამ რეალურად შენ გაქვს მამა შენთან პრობლემა და არა შენ სანათესაოსთან. შეკნება არა აქვს მე. არა. მე მინდა და რომ იქამდე მივსულიყავ. ანუ შენ ოდესმე თუ გითქვია მამა შენს რომ აღარ მიესწე არავის ჩემი ნომერი თუ შეიძლება სანამ მე არ მკითხავ მაგალითად. ხო. თუ მაგის უფლება არ გაქვს ოჯახში. ცირა არის მithქვამს კი. ალბათ ისე სერიოზულად არა რომ მამა ჩემს ნუ გაეგო. ალბათ შეუძლია აბაზანაში იდეკი მღეროდი რაღაცებს. I can buy myself და კიდე ჩემი ნომერი არ მისცე არავის. რა თქვი შვილო არავის არა просто მღერი არა. არა პირდაპირ უნდა უთხრა მამაშენ უკვე დიდი კაცი ხარ ძმაო. 27 წლის ხარ. არა მე რო და რა ხდება? ამის დედამ. შევცვალოთ ის ის მიკროფონი აი. რამე შნურები გვიჩალიჩა ელიავას. ელიავა. ცირა აქ ჩემი ნომერი ამონათდება. ხო და პანჩლაინის მაყურებელს 20%-იანი ფასდაკლება. რაზე? ელექტროსაქონელზე რა თქმა უნდა. ელექტროსაქონელზე. ძალიან ოკეი. სხვაგან არ გაგეგზავნებით ჩანსი არ არის. რა მაინტერესებს ახლა? ანუ მამაშენთან როგორი ურთიერთობა გაქვს? აი, არ შეგიძლია მიხვიდე და უთხრა რომ აი, მამა, მე დღეს ვჭირდება შენგან ეს. მე დღეს ვჭირდება რომ ესე მოიქცე ჩემს გამო. ანუ არ მისცე ჩემს ნათესავებს, ჩვენს ნათესავებს ნომერი ჩემი. და სერიოზულად რატო არ აღიქვა ეგ? აი, ერთხელ უთხარი ისე? ხო და მე არ მithქვამს სავარაუდოდ სერიოზულად, იმიტომ რომ ნუ არ წყენო და? ეხა ახალ წელს მოხდა ეგეთი რაღაცა, ნუ ჩასული ვიყავით და სუფრაზე ვუთხარი და ალბათ ცოტა შეზარხოშებული ვიყავით ორივე და მაგიტო შეგავით. ესე ძალიან ტროლები იყავით. თებში გედოთ ორივეს ესე თავი ერთმანეთს უყურებდით. ჩემი ნომერი არის ამის. ხო, ტრალი როცა არის ხო, არაფერი არ უნდა ეგეთი სიტუაციაც იყო, აღარ მახსოვს კარგად. და ისე როგორი ურთიერთობა გაქვთ? ძალიან კარგი თუ ვერ უგებთ? ძმაკაცური. აი მე ეგ არ მესმის. იმიტომ რომ ბოდიში მამაჩემი იდეაში ძალიან ახალგაზრდა იმასთან შედარებით სტატისტიკურ მამებთან შედარებით მოკლედ რა. რამდენი წლისა? 48. ნუ 28. ნუ 18 წლის იყო ორი მშობლები რო დაქორწინდნენ და 20 წელს ასაკში უკვე სამი შვილი ყავდათ. და შენ ხარ ბოლო? არა, მე ტყუპისარი მყავს, ოღონდ ნუ არ მგავს რაღაც. ის ცელეოზე მუშაობს? არა, ის ჯერჯერობით უმუშევარია. ოკეი. ხო და შენ და მამაშენს აი რა აქტივობები გაქვთ ხოლმე ეს ძმაკაცურ ამბავში? ცირა არის, იქიდან გამომდინარე რომ მე თბილისში ვარ და მამაჩემი სოფელშია, ნუ ეს ფიზიკური აქტივობა რა თქმა უნდა არ გვაქვს. ნუ მე რო ჩავდივარ სოფელში, ვცდილობ რომ დავეხმარო რა სოფლის საქმეებში.
მარტივად რო ვთქვა. მე მინდა პატარა სკეჩი გავაკეთოთ, შენ იქნები გიორგის მამა და გიორგი შენ ურეკავ მამას და ეუბნები რომ თუ შეიძლება ძალიან მაწუხებს, ანუ საქმეს მიფუჩებს, რომ მე შეიძლება რომ ვიღაცა კლიენტთან შეიძლება რომ ვიყო და ვიღაცა სულ რომ მირეკავს და ყოველ დღე უნდა ეს გაკეთებ და შეიძლება რომ ვცადოთ, რომ ნახოთ შენ როგორ ეუბნები ეს. ოკეი, ნომერი დაგირეკავ. არა, პირდაპირ ესე გააკეთე. იცი ვიხო. იმენა ჩემი ნომრისთვის ამოხვედი ხო აქ? არა, ძმაო, არ მოგცემ შანსი არა. მეცა საიდან ხარ ისე? გურიიდან. აბა მიდი. არა, ეხა პაროდიები. გულებზე რამე გააძრე იქ. პუროდიები. კაი, დამირეკებო. ალო. მოიციქს მე გირეკო ხო? ალო, мама. ალო, мама. мама. აქ ხარ, მა? აი, ხო გითხარი, აღარ დალიო მეთქი. мама, იცი რა უნდა გითხრა? ვის უთხარი? მოიცი, მაგაზე მე. შენ ვის უთხარი, აღარ დალიო. შენ. мама, ერთი წამით რა. ვინ არის ბიჭო შენი мама? мама. ერთი წამით, მათქმევინე, რაღაც სერიოზული საქმე მაქვს. მოკლედ ელიავადან გამოგაგდეს შვილო. ვერ გაიდე ის კაბელები. თუ რა საქმე გაქვს, რომ მირეკავ 8 საათზე საღამოს როცა мама, მოიცა ერთი წამით, შენი ნათესავი მირეკავს და განმოგირეკავ. არა, მითხარ. ე ნათესავის. აგინებ ხოლმე ნათესავებს? კი. ნათესავის მაგ დედა მოვთხარ. აღონ ჩვენში დარჩეს ეგ. აი აბა რა საქმე გაქვს შვილო, რა საქმე. მოკლედ აღარ მიცე ჩემი ნომერი არავის. გაიგე? არა, ეს სიმკაცით არ მithქონს ისე რა პროსტა. ისე რა საქმეს ესე უხდებოდა მოკლედ. ხო გაიგე? აქ ალბათ მინიმუმ გულნარა დეიდას თუ მამიდას მაინც აღარ მიცე ის ნომერი, ტვინი წაიღო. მე მგონი ასტრალშია ეხლა. აღარ მიცე, გაიგე? აღარ მიცე, გაიგე ბიჭო. არა, ეგრევე ვერ ეთქვი მამა შანსი არ არის. გაიგე ხო არასდროს არ გითხოვს მამა შენისთვის. გაიგე რა მაგარი აქცია არის. სპარში აი მაქსიმუმ მე გეთქვას. ხო, ისეთი ურთიერთობა გვაქვს მე და მამაჩემს, რომ ეგრე სიმკაცრით, რავი, თავისუფლებას არ მიცელო და ველაპარაკო, რავი. მე მომწონს ეგეთი ურთიერთობები, ძალიან არ მომწონს რაღაც შეჩემათი რო არიან ხოლმე მამაშვილები, ხო იცი? ხო, არა, ეგეც. შენ დედაში რაღაცა, ანუ რანაირი ის არის, რა ქვია, ეგ მამაშვილობა. მე ხო არ გშულს. შენ რას ფიქრობ? ეგეთი მამაშვილობების. შენი ძმა ხო არის უსაქმური. შენ უნდა დაესაქმო შენ ძმას, რომ ისი ხო შენი ასისტენტი ურთიერთობაში შენ ნათესავებთან. ზარებს უპასუხოს ჩემმა ტყუპისცალმა. ხო, რაღაც ის არის. ეს შეხვდეს. სათან ვერც მიხვდებიან, რომ მე ვარ. ხმაც ერთნაირი გაქვთ? არა, საერთოდ არ გვაქვს. ფერი არ გვაქვს ერთნაირი. ფერი არ გვაქვს ერთნაირი. ანუ არა, შენ არ მაინც. არაფერიო, არაფერი. მეთქი ფერი არ გაქვთ ერთნაირი. აუ, გულნარა მამი და ბოდიში ეხლა არ ცალია ბოდიში. ეხლა დაურეკე თუ შეიძლება ვინ რა ქვია შენ ძმას? ლაშა. ლაშა დაურეკე ლაშა და ის გიპასუხებს ყველა თქვენი საკითხი. ანუ მარტივად და ბოლოს მაინც ამას ურეკავენ, ანუ ეგრე გამოდის. ანუ მე ეგონება რომ გიო რაღაც სადღაც გაიქაჩა და ასისტენტი ყავს და ოპაც და უბრალოდ მე ვარ ჩამოვა. არა, შენ მე მგონი შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და შენ შეგიძლია რომ აწყო რაღაცნაირად რომ ლაშა დაასაქმე კი. კი, ალბათ შემიძლია. ეგრე ჯობია. იმთან უსაქმურია, ფული ექნება რავი. უნდა გადაუხადო? უნდა გადაუხადო. რამე რაღაც არ ვიცი. რა ვიცი. სიმბოლური რა. გურიდან რომ მოგიტანო რამე. ხო, სხვა პრობლემა ხო არ გაქვს რამე ისე.
ბევრი ხალხი გვაქვს. ბევრი ხალხი გვაქვს. ყავს. ხო და ხო. ესე იგი ყურებთ ანასტასია. არა, ბევრი ხალხი გვაქვს. ძირითადი და ყოველდღიური პრობლემა ეს იყო. მამის მერე რა სიტყოდა. შენ რას თქვი, ბევრი ხალხი გვაქვს. გვაქვს. ავიდეს, გვაქვს. აი, მაშინ მშვენიერი სტუმარი იყავი, ძალიან მადლობა დიდი დიდი. მადლობა, გიორგი. მადლობა. რა პრობლემა გაქვს? რა? მოდი. მოდი. კი, მოდი. რა ბევრი. ბევრი. ოკეი. რა, ხო, კაი. არა. თუ გინდა აქ დაჯექი. მე გავალ. მადლობა. სუდათ ვარ ცოტა კარგად ვიჭირე. ახლოს აი. უფრო ხო, ნანო, თუ გინდა დაბრუნდი. ასე. არა, ჯობ. ახლოს ეს. მართლა. აი ეს. კი. აი ეს. არის გარემონა ცნობია და ცოტა რაღაცა რანასო ფსიქოლოგთან დადიხარ? დადიოდი. რატო აღარ დადიხარ? შეხლა შემოხლა მოგვივიდა და შეხლა შემოხლა მოვიდეთ. იჩხუბეს. ფსიქოლოგთან? ხო, ესე რაღაცა ვიჩხუბეთ არა, მაგრამ ნუ ხო დავიწყოთ. რაღაცა ხო, ანუ შენ გეცოდინება. გოგო რა გჭირს? ეხლა შენთანაც მოუვა შეხლა შემოხლა. ანუ ჩემი ცუდი გოგოს ხანდახან ხო უნდა გამოვიდა. შენ რა ქვია? მარიამი, სასიამოვნო. რამდენი წლის ახარ? 22-ის. მარიამი და შენ რა პრობლემა გაქვს? მარტივად რო ვთქვა. ანუ ესე მგონია რომ კაცებს ვეჯიბრები ყველაფერში. და ანუ რაღაცნაირად შინაგანად სულ მინდა ხოლმე რომ რაღაცაში მოვუგო თუ რაღაცა ეგეთი რა. ისე რო კონდეს არჩევანი შენ ვინ იქნებოდი ბიჭი თუ გოგო? არა, მაგრამ მე აშკარად ბიჭი ვიქნებოდი. ანუ აი 100%-იანი და აი რაღაც ეგეთი. ძალიან კაი ბიჭი ვიქნებოდი მე. ისე ნუ ძალიან ეგეთი რაღაც ბოსი ვაიბით შემოხვედი რაღაც ანუ პიჯაკი და ასე და ოდესმე თუ გაცვიე როგორც გოგო. ნუ რაღაც ძალიან გაბა. არა მართლა ეს მე ახლა რო ვიყავი ორსულად ჩაიცვი ქალივით. ანუ ესეც არის role playing რაღაც ნაწილი, იმიტომ მეც სულ ასე შეურაცხყოფად მივიღებდი, აი ბიჭი რო ქარს რო გამეყოს, მე რაღაც ანუ მე რა, ანუ შეუძლებელი ვარ, რატომ მე არ შემიძლია რომ მე თვითონ გავაღო, ანუ რატო ფიქრობს რომ მე ვარ სუსტი რაღაც ეგეთი და დაახლოებით მასე ეგეთ რეაქცია მქონდა ადრე. ზოგადად რატო არის პრობლემა? რაღაცნაირად აი მგონია ხოლმე რომ სულ თვითონაც აქეთ მეჯიბრებიან. და მე ანუ უკვე ის ურთიერთობა შეიძლება მეკიდოს, მაგრამ ნუ ლიჟბი დავამტკიცო რომ აი სპორტი ხდება მე ხო რაღაცნაირად. სპორტული ინტერესი მაქვს რომ იმანახოს რომ მე შემიძლია რა. იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე ექსტრემალურ მომენტში სად მისულხართ აი კარს რო იჭერთ ფეხით და იქით ფანჯარა რო აქვს იმას და თან რო სასმელს გისხავს და შენ რო ყავას უკეთებ ანუ და ეს ყველაფერი საჭესთან ხდება. საჭესთან. აუ ხო რავი ესე არ მახსენდება, მაგრამ ხო რა ნუ თანდათან მძიმდება ხოლმე რა. და საბოლოოდ ანუ იქამდე მიდის ეს ჩემი სპორტული ინტერესი, რომ შეიძლება ის ურთიერთობაც დავიკიდო, მაგრამ ანუ აი იმან იგრძნოს, რომ ბოლო ნაბიჯი შენ გადადგა. ხო რა, ხო. ისეთ სიტუაციაც ყოფილა, რომ ვიღაცა შემოუთავაზე, აი მანქანაზე რო ავიღოთ, მაგალითად ელიავაზე მივედი. ხო. კიდე ნათურა, წინა ნათურა მქონდა შესული ავხადე კაპოტი, დავიწყე ჩალენჯი. მოვიდა ვიღაც ბიჭთან ვიდეო კოლით ველაპარაკები მეგობარს, რომ მეთქი ახლა როგორ ვქნა. მოვიდა და დახმარება, ხო. და ნუ არა, ვინც მოვიდა. არა, არაფერი არ მithkos. ხო და ნუ მოვიდა რა ვიღაცა გამვლელი იყო და დახმარება გინდავა და ნუ მეთქი რაღაც და ნუ მივეცი მაგის საშუალება და უფლება და ძალიან დიდი მადლობაც გადავუხად. და როგორ იგზავნი მე თავი? რავი, ანუ კარგად. და შენ ხო არ გაქვს ესეთი ტაიპი აი ვისაც სულ შეეჯიბრები და ეგეთ ურთიერთობებს ირჩევ. რა აი სპეციალურად მაგას ეძებ. შეჯიბრს, არა? ნუ ჩემი აზრით არა. აი როგორი აი ვიზუალურად აღწერე? მაღალი, განიერი მხრები, დაკუნთული, ცოტა რაღაცა, ანუ ძალიან დაკუნთული არ არა, ცოტა ნორმალური, ოკეი. ხო რა. მაღალი, განიერი მხრები. ბეჭზე თმა. არა? რა ვიცი. წარბები ძალიან დიდია ეს. აი ერთი წარბი როა. ტიპური ქართველი კაცი რა. ულვაშიანი თავზე ქორჩორი, განიერი მხრები, ცოტა ღიბი. მამა შენს გავს? ისე რა. ანუ არა, მამა ჩემი ტიპური ქართველი კაცია, მაღალი, ღიპიანი. ანუ ეს არ არის იგივე ოღონდ. მამა შენი 30 წლით ადრე ან 20 წლით ადრე ხო ისეთი ტიპი იყო? აუ კი.
ანუ ჩემ შობლებს ეგეთი ურთიერთობა არ აქვს თუ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რა ვთქვათ მაქედან რომ არ არის საჭირო რომ შემშობლებს ქონდეთ ეგეთი ურთიერთობა რა ეს ყველაფერი ბავშვობაში მოხდა არა მაგრამ ოკეი სულ მინდოდა ეს ფრაზა მეთქვა ამ გადაცემაში ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის არ მოდი შენ გაქვს მამა შენის მამა შენს ეჯიბრები შენ მოდი ხა რაღაცები დავაბრალოთ შენ კასტრირების კომპლექსი გაქვს შენ ქვეცნობიერად გინდა რომ ანიცე ძალიან ახლოს აიჭრა ყველაფერი ძალიან ახლოს ხარ დღეს დაკენსელებასთან უბრალოდ მინდა რომ ვთქვა უბრალოდ რადგან შენ თქვი რომ შენი მშობლები საკმაოდ დიდ ასაკში რო იყვნენ ხო გვიან დაქორწინდნენ და ხო დაოჯახდნენ და მე შენ რო დაიბადე სულ ძალიან ფრთხილად იყვნენ შენთან რაღაცნაირად არა სხვათა შორის არა არ უნდათ რომ შენ ფრთხილად რო იყოს სულ ანუ მამა ჩემი ბავშვობიდან იმას აწვებოდა რომ არ წყალში გადავაგდო თვითონ ისწავლის როგორც ბიჭს ნუ ისე რავი ჩემს მამიდაშვილებსაც ეგრე გოგოებსაც ბიჭებსაც ანუ ჩემამდეც ამიტომ ეგ თქვათ ბიჭის ის არ მგონია არის კი როგორ არა მე მამა ჩემის და ჩემი ეს პატარა რო იყო ჩემი და ეგ სურათები რომ აქვს ნანახი ანუ აი გამოვყალევდი რომ ეგეთი შეიძლება რომ იყოს მამა ჩემი იმიტომ რომ და არასდროს არ მინახავს ეგეთი მამა ჩემი ხო და გოგოებთან სხვანაირად არიან ხოლმე ხო და ეგ რა ანუ მაქედან მოდის შეიძლება ხო ყველაფერი ბავშვობიდან მოდის დაგვიჯერე რა აუ ძალიან კაი ბავშვობა მამა შენთან როგორი ურთიერთობა მესამე სტუმარია რომელსაც ამას ვეკითხები მე უბრალოდ მამა შენ მომენატრა მამა შენთან როგორი ურთიერთობა გაქვს მომიყევი სტაბილური მშვენიერი რას ნიშნავს ეგ სტაბილური რა არის სტაბილური ურთიერთობა მამასთან რა არის მაგიბინეთ არც ძალიან სოცხლები ვართ ორი არც ძალიან ძმაკაცური და რაღაცა და არც ისეთი რა შორეული ანუ რეალურად არ გაქვთ ურთიერთობა არა გვაქვს კარგი ურთიერთობა რა არის კარგი ურთიერთობა ანუ შენ რამე პრობლემა რო გექნება შენ დაურეკავ მამა შენს ისეთი მომენტი არის ხოლმე რომ მამა შენ იქა მომიტანე იქ როდევს არის ხოლმე და შენ რო კი მამა ეხავე მიგაკ ხო არის ანუ ჩემი მხრიდან ეგეთი პასუხი არ არის ხოლმე просто გიხას მაგრამ ხო აი ცოტა ისე რა აგრესიულია აჰა ანუ თუ 1 მეტრში არის მე რატო შენ რამე პრობლემა თუ გაქვს შენ მამა შენს დაურეკავ კი ბარასი როგორი ურთიერთობა ანუ როგორი პრობლემა ანუ basic თუ რამე რას არაფერი რედმენი ღიპმენი მოვა და ყველას კი მაგ შემთხვევაშიც უეჭველი დაურეკავ ანუ საჩხუბარი თუ არის სადმე და მე ვიჩაგრები უეჭველი დაურეკავ ანუ basic პრობლემაზე არ დაურეკავ მოკლედ რა უფრო რაღაცა დიდ პრობლემაზე დაურეკავ ხო ყვილავწველით მამამის გადასარავი პიროვნება ამჯერა რომ დაურეკავ მამა შენშია პრობლემა ზოგადად არ მინდა ხოლმე რომ ჩემი პრობლემით ვიღაცა სხვას დავურეკო მაგრამ თუ დარეკვა არის მირჩევნია რომ მამას დავურეკო და არა მაგალითად დედას ну თუ დედა ჩემი უფრო მოაგვარებს დედას დაურეკავ ანუ შენ თუ გაქვს პრობლემა რაღაცა რომ ვიღაცა საფულე თუ მოგვარების მხრივ არა არაფერი ანუ ვიღაცა შენ საფულე დაგივარდა და მანქანა გაიარა და გატეხა შენი საფულე და ყველაფერი რაც იყო შიგნით არასდროს მომხდარა ეგ არსად არა ვამბობ საფულე არ გამტყდარა ანუ ბარატები რო გასა რატო გახარ იქ საფულე დაგივარდა და მე მანქანამ გაიარა ვარაზის ხევზე რო გახარ ანუ არავისი ანუ არავინ არ შეიძლება დავაბრალო ჯახას სკოლის მოსწავლეებს ხო ეს მანქანა და შეიძლება რომ ვინმეს რო დავაბრალოთ რაღაცა რო ზომბი აპოკალიფსი დაიწყო რაღაცა რო გაგეთ რაღაცა რო რაღაცა ეგეთი ამბავი რომ შენ უბრალოდ უნდა რომ ვინმეს მოუყურე რა წუდის რაღაცა ანუ დედა ჩემი არის ძალიან ემოციური ადამიანი შესაბამისად მაგიტო ურეკავ ხოლმე მამას შეიძლება ვერ მოაგვაროს თქვათ მაგრამ მამას უფრო ურეკავ ხოლმე და უფრო ნეიტრალურად შეხედავ სიტუაციას ნუ ოკეი ეს ნორმალური ურთიერთობა მე ChatGPT-ს ურეკავ ხოლმე მე წერ და ის მომენტი რა ყოჩაღი ხარ საფულე რო გაგიტყდა მოდი ახლა განვიხილოთ სხვადასხვა გზა. იცი რა, მე უბრალოდ შემთავაზე წარმოვიდგინე ახლა რომ აი ურთიერთობაში რო ვიყო და რო ვამჩნევდე რომ ყველაფერში მეჯიბრება ჩემი მიდი ბოლომდე. ჩემი პარტნიორი. რამდენად მე სიამოვნებოდა ეს.
გააჩნია მაგათაც რაში მეჯიბრება, მაგრამ ალბათ არ იქნება სასიამოვნო, იმიტომ რომ ხანდახან ისედაც ხო გადიხარ გარეთ ყველგან რაღაცა უნდა ეჭიდაო ამ. ბოდიში ეს რაღაცას დავამატებ რა. ხო, ბოდიში რო ვილაპარაკე საერთოდ. ხო. თუ ხედავ რომ ის ვიღაც აქეთ არ მეჯიბრება, ანუ მე всё რა ვსტოპდები. ხო და ნუ არჩევ ეგეთ ტაიპებს რა ვინც აი მენა ქალო გადი იქით მე გავაკეთე. შენ უბრალოდ ხომ მოგწონს მაგ რაღაცეების კეთება რა და ის მომენტია რომ იმათ აქვთ ხოლმე რომ არა კაცო რატომ მოგწონს შენ მე ხო ჩემი გასაკეთებელი. ხო და მაგათ იმაზეც პრობლემა ექნებათ რომ მაგალითად სახლი დაალაგონ ან საჭმელი გააკეთონ და მე მაგრამ ისწორდება საჭმლის კეთება მაგალითად. მომე შენ ნუ არა მაგაზე არ არის. უბრალოდ ეგეთი ადამიანი უნდა იპოვო რომ ეს რა ქვია არ გაუტყდეს. არ გაუტყდეს. კი. ისე მარიამ რა აზრზე ხარ ირაკლიზე? ჩვენი გადაცემა დასრულდა დღეს. მეგობრებო, მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ძალიან დიდი. უბრალოდ კაი მეწყვილე უნდა იყო. ამას გაჩუქებთ. კაი ეგეც წაიღე. და მადლობა მეგობრებო, ეს იყო Punchline თერაპია თქვენ თავს დაუკარით და გამოყვებით ყველგან.